ბასით ჩამოვედით რომში. ვიწექი ამ სამზე და ეს ჩემი ადიალა იყო რა. Idealურად მეძინა ხალხო. Roma, stazione di Burtina. Roma, stazione di Burtina. ჩვენ უკვე რომში ვართ. სამწუხაროდ ჩეკინი გვაქვს ძალიან გვიან 4 საათზე. ბარგი დავტოვეთ. ხო და რა თქმა უნდა არ გვინდა რომ ეს დრო დავკარგოთ და ბილეთები ავიღეთ კოლიზეუმის ამ დროისთვის. ეხლა უნდა დავათვალიეროთ კოლიზეუმი და ანუ უკვე რა ლამაზია. ჩვენი მოგზაურობა იწყება რომის გულში. თქვენ ახლა ხედავთ კოლიზეუმს და ეს არის ადგილი, სადაც ოდესღაც გლადიატორები იბრძოდნენ და ათასობით ადამიანი იკრიბებოდა ამ სანახაობისთვის. დღეს ეს ანტიკური ამფითეატრი, რომელიც თითქმის 2000 წლის წინ აშენდა, მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ნაგებობაა. ამ ყველაფრის საკუთარი თვალით ნახვა კი გაგრძნობინებთ, რომ თითქოს დროში უკან ბრუნდებით. ამ ადგილს ყოველწლიურად საშუალოდ 7-8 მილიონი ადამიანი სტუმრობს, ხოლო გასული წლის მონაცემებით კი დაახლოებით 15 მილიონი ტურისტი შევიდა შიგნით. Ciao. Where is second entry? I don't know. It's okay. Over here? წავიკითხე. ხატია არ დაკარგო. ანუ ჯერ ხომ ზეში დავიხრუკეთ. ეხლა მგონი გაწვინდა. კოლიზეუმის შემდეგ კი გავიმართეთ ფორუმის სანახავად. რომის ფორუმი ოდესღაც რომისა და რომის იმპერიის ცხოვრების ცენტრი იყო. დღეს მას უამრავი ტურისტი თუ არქეოლოგი სტუმრობს, მაგრამ მხოლოდ ძველ ნანგრევებში სიარული ვფიქრობ, რომ უინტერესოა. ეს საინტერესო მაშინ ხდება, როცა იცი ისტორია და ხვდები, როგორ უკავშირდება ის წარსულის მოვლენებსა და კონკრეტულ პიროვნებებს. მაშინ წარმოსახვაც უფრო აქტიურად მუშაობს და ყველაფერს სხვა თვალით უყურებ. დავაზუსტებ, რომ ფორუმი არის ქალაქის ცენტრალური მოედანი, მასზე განთავსებული რამდენიმე საზოგადოებრივი დანიშნულების შენობით, სადაც დუღდა ქალაქის ცხოვრება, აგრეთვე ქუჩის ცხოვრება, ღია ცის ქვეშ ხდებოდა გარიგებები, მოლაპარაკებები და ასე შემდეგ. აქ გაისმოდა სახელოვანი რომაელი ორატორების, პოლიტიკოსებისა და მხედართმთავრების სიტყვები. აქ იმართებოდა სახალხო თავყრილობები და ზეიმები. ჩეკინამდე ჯერ კიდევ გვაქვს დრო. წავალთ Adidas-ის მაღაზიაში, აქ არის 5 წუთის გზაზე. გაჩვენებთ რას ვიყიდი, ან წინასწარ ვიცი რომელი მოდელი მინდა და იმედია იქნება. ჩეკინის დროც მოვიდა და ეს არის ჩვენი ოთახი რომში. Wow.
ჩვენი რა ზერსკი ეს ხედი დილის 9 საათია. 9:30-ზე უკვე აქ ვიყავით, 9 საათზე იხსნება პანთეონი და ჩვენ გავართ რიგში, ხა გაჩვენებთ რამხელა რიგია. ნუ წინ კიდე ჩვენს წინ არაფერი, აი უკან რავი. კარგ დროს მოვედით. როგორც უკვე ვახსენე, ჩვენი შემდეგი გაჩერება არის პანთეონი. ეს შენობა აშენდა იმპერატორ ჰადრიანის დროს, თითქმის 2000 წლის წინ და თავიდან ყველა რომაული ღმერთისთვის იყო მიძღვნილი. დღეს პანთეონი ქრისტიანული ეკლესიაა, თუმცა მისი გუმბათი და ცენტრში არსებული ოკოლუსი კვლავ შთამბეჭდავია. როგორც ხედავთ, ოკოლუსი ბუნებრივ სინათლეს უშვებს შენობაში. პანთეონი არა მარტო არქიტექტურული საოცრებაა, არამედ ცოცხალი სიმბოლოა იმისა, რომ რომი ინარჩუნებს თავის ისტორიას. ფულს მოგთხოვს ეს. Cheers. ახლა კი ვნახოთ პიაცა ვენეცია. ეს გახლავთ მოედანი რომის ცენტრში, რომელსაც სახელწოდება ვენეციის სასახლის პალაცო ვენეციის პატივსაცემად დაერქვა. აქედან ყველა ქუჩა რომის მთავარ ღირსშესანიშნაობამდე მიდის. თქვენ კი ხედავთ ვიქტორ ემანუელ მეორეს მონუმენტს და უზარმაზარ მარმარილოს შენობას, რომელიც იტალიის ამ მეფეს მიეძღვნა. აი, აქეთ ვდგავართ ხალხი, ვისაც ბილეთები გვაქვს. აქეთ უბილეთოები. აქეთ ძალიან დიდი რიგებია, ამიტომ გირჩევთ წინასწარ იყიდოთ ოფიციალურ საიტზე ბილეთები. These popes were the popes and all were from noble families. So also big Borghese and two. Let's take a picture now. It's beautiful, guys. აი, ეს არის მიქელანჯელო.
ეხლა ხას გამოვედით, 2 საათი ვიყავით მან და აი ალმაზი იყო მართლა. ყველაზე მეტად რა თქმა უნდა სიცხეს კაპელა მომეწონა ქალაქს შედევრებით მორთული და რაფაელი ცოცხლებით ძალიან მომეწონა. მაგრამ კაპელა ის ტოპ. რა ოქშია? ქსიაშე. იმედია საფში ხალხიდობით ჩავახწევთ. ეს მეცოდით რა. მეგობრებო, ანგარიშის ნომერს დავუბრთავთ თან და თუ შეგიძლიათ რომ 40 საათი ლარებით დაგვეხმაროთ. თვის ბოლომდე. თვის ბოლომდე სანახელფასი ჩაგვერიცხება. თვის ბოლომდე ვიღებ ჩემ დონაციას ეხლა. ეს ვიდეო რო ჩავწერეთ ამდენი რომ ვიწვალეთ ალგორითმის. რომ რამე ტალონებსაც მივიღებთ პრემიუმის.